შოთა რუსთაველის საიუბილეო 850 წელთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს მასშტაბით ხორციელდება პროექტი სახელწოდებით „სჯობს სახელისამოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა“, რომლის ფარგლებშიც ვეფხისტყაოსნის ხელნაკეთი წიგნის შექმნა იგეგმება. ინიციატივა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრს ერთობლივად ეკუთვნით. ამ საერო წამოწყებაში ტყიბულიც აქტიურად ჩაერთო. გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ლიტერატურულ კაფეში მოხალისეები შეიკრიბნენ. აღსანიშნავია, რომ პროექტში სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის საუკეთესო ხელმწერები მონაწილეობენ. თითოეული მუნიციპალიტეტიდან 40 ადამიანი, რომლებიც თითო სტროფს გადაწერენ. მეტისი ფაქიზისა და დაცულობის მიზნით თავდაპირველად სამუშაო ფურცლებზე ხდება ხელის გავარჯიშება. შემდეგ კი სპეციალურ ფორმატში გადაიტანება ჯერ ფანქრით, შემდეგ კი მელნითა და კალმით. აღსანიშნავია, რომ ყველა მონაწილის სახელი და გვარი დაფიქსირდება ამავე წიგნში, რომელსაც ისტორია შემოინახავს. წლევანდელი წელი არის გამოცხადებული ვეფხისტყაოსნის წელიწადად, ამიტომ ამასთან დაკავშირებით ინიციატივა არის ასეთი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს ვეფხისტყაოსნის ხელით გადაწერა. ყველამ სურვილს შეუძლია გადაწეროს. ტყიბულის მუნიციპალიტეტიც იღებს ამ ღონისძიებაში მონაწილეობას. 40 სტროფი უნდა გადაიწეროს სურველთა მიერ. არ არის მითითებული, რომ კალიგრაფია აუცილებლად იყოს მხატვრული, მაგრამ დიდი სურვილი არის, რომ ვეფხისტყაოსანი გადაიწეროს ლამაზად. აი დღეს მოსულები არის ნაწილი იმ ადამიანებისა, ვისაც უნდა მიიღონ მონაწილეობა ამ ღონისძიებაში. ძალიან საინტერესო ღონისძიება არის, რადგან ეს ვეფხისტყაოსანს ეხება. თანაც წლევანდელი წელი გამოცხადებული არის როგორც ვეფხისტყაოსნის წელი და როდესაც შემიძლია წერო და ვხატო ლამაზად, ვფიქრობ, რომ სასიამოვნო იქნება. როდესაც წლები გავა და შემდეგ ალბათ ვნახავ ჩემ ნაწერს, გამახსენდება როგორ წერდი და როგორ ვიღებდი მონაწილეობას. გადაწერა ერთი კვირის მანძილზე გაგრძელდება და მასში ჩართვა საუკეთესო კალიგრაფიის მქონე ყველამ სურველს შეუძლია. საბოლოოდ წიგნი შეიკვრება, აიკინძება და მისი ყდა ბუნებრივი მასალით მოპირკეთდება. პროექტი მიზნად ისახავს ქართული ენისა და ანბანის დაცვასა და პოპულარიზაციას თანამედროვე ტექნოლოგიური შემოტევების ფონზე.